ამერიკა საქართველოს ადეკვატური თავდაცვის შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარება. ის გზავნილი შეერთებული შტატებიდან პენტაგონში გამართული შეხვედრების შემდეგ გახდა ცნობილი. ირაკლი ალასანია შტატებს მისი კოლეგა ჩაკ ჰეიგელის პირადი მიწვევით სტუმრობდა. რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი და როგორ აფასებენ ძალოვანი მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს არჩევნებამდე 2 თვით ადრე. ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან და კავკასიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან ტელეკომპანია იმედისთვის ამერიკის ხმამ ჩაწერა. მათ განცხადებებს დღეს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სამხედრო საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო ოპერაცია ავღანეთში. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ საქართველოს დეოკუპაციის თემა და ტერიტორიული მთლიანობა რუსეთ-ამერიკის დიალოგის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. ალასანია განმარტავს, რომ გარანტია და პირობა ამერიკის თავდაცვის მინისტრისგან მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს შექმნას თავდაცვის შესაძლებლობები, ადეკვატური თავდაცვის შესაძლებლობები, რაც უპასუხებს არსებულ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვსაუბრეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მხარდაჭერას სამხედრო განათლების მიღების კუთხით. მე ასევე მივიღე ყველანაირი გარანტია იმის, რომ საქართველოს საკითხი, საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკა. დეოკუპაცია, სუვერენიტეტი და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამ თემაზე საუბარი თავდაცვის მინისტრმა პენტაგონის შემდეგ ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტში განაგრძო. ალასანიას ვიზიტზე და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტმა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორებმა, რომლებიც კავკასიის საკითხებზე მუშაობენ. თქვენ მკითხეთ, განიცდის თუ არა საქართველოს პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. მე გპასუხობთ, დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ბატონი სააკაშვილი ამ საკითხში ნამდვილი ჩემპიონი აღმოჩნდა და ახლაც ახალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ნატოსთან დაახლოვების პოლიტიკას. მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ირაკლი ალასანიას მიმართ, რომელმაც ძალიან შთამბეჭდავი პროექტი წარმოგვიდგინა. მან უნდა დაგვანახოს, რომ ეს მარტო სიტყვები არაა. თქვენ საქმე უნდა გვაჩვენოთ. საქართველოს უნდა გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში, მაგრამ წინ დიდი გზაა. დღევანდელი ხელისუფლებისგან ძალიან პოზიტიური სიგნალები მოდის. პირადად მე ჩემს მეგობარ ირაკლი ალასანიასა და საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა აქტიურად მიიწევს ნატოსკენ. საქართველოს უკვე იღებს მონაწილეობას ისეთ ოპერაციებში, როგორიც ავღანეთის მისია და ის ამ ფუნქციის შესრულებას მომავალშიც გააგრძელებს. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი ნატოში გაწევრიანების გზაზე. ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოება თავდაცვის სფეროში გაგრძელდება. თუმცა არ კონკრეტდება იგულისხმება თუ არა თანამშრომლობის განმტკიცება გაღრმავების ჭრილში საქართველოსთვის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების კუთხით აუცილებელი შეიარაღების მიწოდება. დღის ბოლოს ალასანიას ვიზიტი ვაშინგტონში პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაფასა. რაც შეეხება საჰაერო სახმელეთო თავდაცვის სისტემაზე თანამშრომლობას, პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს საკითხი მისი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. დაწყებული იყო მომზადება, შარშან ზაფხულში ჩამოვიდა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჩვენ საჰაერო თავდაცვის და სახმელეთო თავდაცვის სისტემებზე. ეს უკვე აღარ არის სამშვიდობო ოპერაციისთვის მხოლოდ ჩვენი მომზადება, ეს არის ის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი მიწის დაცვა, გქონდეს კარგი საჰაერო თავდაცვა, კარგი საზღვაო თავდაცვა, კარგი სახმელეთო დაცვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკელი ექსპერტებმა უკვე შეადგინეს მოხსენება, უკვე 1 წლის წინ დაიწყეს ამაზე მუშაობა, როგორც მოგახსენეთ, ეს შარშან იანვრის ხელშეკრულება შეთანხმება. ჩვენ უკვე ამ მოხსენებების წინასწარი შედეგები გვაქვს. ეხლა ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ ასევე ამერიკასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიმუშაოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე. წლების განმავლობაში საკამათო თემასთან დაკავშირებით განცხადება აგვისტოს ომის დროს ნატოში ამერიკის ელჩმა კულტ ვოკერმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჩემი საკუთარი მოსაზრება ამ თემაზე ცოტა განსხვავდება. დიდი რაოდენობით იარაღის ყიდვას აზრი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეროვნული სტრატეგია, სამხედრო სტრატეგია და არ არის დასრულებული სამხედრო სექტორის რეფორმირება. ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ზუსტად იცოდე რა იარაღი გჭირდება და როგორ უნდა გამოიყენო ის თავდაცვის საერთო მიზნების მისაღწევად. ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ჯერ ურმის ყიდვა გვინდოდა და მერე ცხენის. იარაღის ყიდვაზე მანამ ლაპარაკობდით, ვიდრე მკაფიო წარმოდგენა გვექნებოდა იმაზე, თუ რა იყო სამხედრო სტრატეგია და სამხედრო საჭიროებები.
ოქტომბერში ბრიუსელში ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდება. მსჯელობა კი შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ წარიმართება ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში.